Sakine. ჩემი ძმა ჩამოდის. დაცვაში ატყობინე. აიშე იყო? დიახ იყო. რატომ არ მითხარით? სასაუბროდ არ მოსულა კაბები წაიღო. თქვა რომ დამლა ჩაიცვამს და კიდევ უფრო გააგიჯებს. წაიღოს მისი უფლება რა თქმა უნდა. მაგრამ ისმინე, აიშეს უთხარი რომ გაუფრთხილებლად აღარ მოვიდეს. ფიქრეთ ის სახლშია და არავინ იცის რა მოხდება. უკვე ვუთხარი არ ინერვიულო. ქალბატონო თქვენი ძმა მოვიდა ეს წუთია შემატყობინეს. ჰაკანი ბაღში იყო და უძახე მოვიდეს. კარგი, დიახ. სპილოებზე მონადირე, სპილოზე უარესია ნედიმე. Sakine გაჩერდი ღვთის გულისთვის. გავჩერდები? არსად მივდივარ. აქ ვარ. სად არიან? ახლავე მოვლენ დედა. მოდიან. კეთილი იყო შენი ფეხი შვილო. გამარჯობა ნედიმე ხანიმ. კეთილი იყო შენი ჩამოსვლა ძმაო. კეთილი იყოს თქვენი ჩამოსვლა ბიძია. გმადლობთ უნჯაი. კეთილი იყო შენი ფეხი მამა. გთხოვ ძმაო. გთხოვ. მომეცი ძმაო. შეგიძლია ჩამოგიდო. დიდი დრო გავიდა ძმაო. ნედავ ასეთი ცუდი ამბით არ დაგხვედროდით. სად არის ჩემი ილმაზი? მოკვდა მამა. ეგ მეც ვიცი. სად არის შენი ძმის ცხედარი? ამას გეკითხები. მის წამოსაყვანად ხალხი გავგზავნე, მაგრამ ჰალილ იბრაჰიმმა ყველა დახოცა. სხვების ცხედრები ვიპოვეთ, მაგრამ ჩემი ძმის სხეული მათ შორის არ იყო. ერთმა ადამიანმა 30 წლის ადამიანმა ასეთ მდგომარეობაში ჩაგაგდოთ.
და ახლა უსირცხვილოდ სკეთხარ ჩემს წინ. ძალიან რთული დღეები გადავიტანეთ ძმაო. და აქედან უმრავლესობის მიზეზი ილმაზი იყო. რამდენჯერ ვუთხარი რომ ეს საქმე მოეგვარებინა, მაგრამ თავის ბრას და სიხარბეს დაემორჩილა. შენი ქმარი რას დაემორჩილა, ნედიმე? თავის ჭკუას უსტობას? სიკვდილ სისით სასწაულით გადაურჩა ძმაო, ხომ იცი? სამწუხაროდ. ჯობდა არ მცოდნოდა. არ მომწონს მამაკაცები, რომლებიც თავის სიტყვას არ ასრულებენ, ნედიმე. შენი ქმარი კი თქვენი ქორწინების პირველივე დღიდან პირობას არასდროს ასრულებს. რა გითხრა ძმაო? რა უნდა მითხრა? შენ შვილებზე მომიყევი. მომიყევი საკუთარ ბიძას ზურგი როგორ აქციეს. ეს მომიყევი. როგორ ტკივილს აყენებენ იმით, რომ ჰალილ იბრაჰიმის გვერდით არიან. ეს მომიყევი. მამა. ჰალილ იბრაჰიმმა ზეინები წაიყვანა. მერე კი მოვიდა და გააკეთა ყველაფერი როგორც უნდოდა. თავიდან ძმა ფიქრეთი ორ ცეცხლს შორის დარჩა, მაგრამ იმ შეცდომების გამო, რომელიც ჩვენ მასიძემ ერთმანეთის მიყოლებით დაუშვა, ისიც ჰალილ იბრაჰიმის მხარეს გადავიდა. რეალურად ეს ყველაფერი 100 არასწორი მართვის გამო მოხდა. წინააღმდეგ შემთხვევაში რიзвანი ჰალილ იბრაჰიმს მოკლავდა. მაგრამ 100-ემ ამის უფლება არ მისცა იმის გამო, რომ მისი უბედური შვილი მოკლა. ხედავთ, თარიქის გამო სადამდე მივედით. სამწუხაროდ. ნადიმე. როგორია ეგ შენი სიძე? მითხარი. ძმაო, ალბათ უკვე გაიგებდი და ხაქანიც გეტყოდა. მე არ გეკითხები მტრის თვალით დანახულს, ნედიმე. გეკითხები ადამიანზე, რომელიც შენს ქალიშვილს შეუყვარდა, როგორც მის დედას. გეკითხები ჰალილ იბრაჰიმზე, რომელსაც უფლება მიეცი შენთვის ხელზე ეკოცნა და რომელსაც შვილს ეძახი. სამართლიანი, პატიოსანი, წესიერი. ზეინებს ძალიან აფასებს. მის გამო რამდენჯერმე კინაღამ მოკვდა. ზეინები უყვარს ძმაო. მამა, ჰალილ იბრაჰიმის წარსულზე რამე გაიგე? ძმა ელმაზი ამბობდა, რომ სახელმწიფო სამსახურში მსახურობდა, აგენტი იყო. ძალიან ეცადა, მაგრამ ვერ შეძლო გაეგო რეალურად ვინ არის. ჩემთვის სულ ერთია, ვისი ადამიანი იყო ან როგორი. ამ წუთიდან ის ჩემი შვილის მკვლელია. ეგ მაიორი მართლა გაგიჟდა. როგორც მამა ამბობდა, მეგონა რომელიმე ჩვენგანს ხელს მოკიდებდა და ჟანდარმებს გადასცემდა. თქვენ შორის ხომ ყველაზე პატარა მე ვარ, ამიტომ ვიფიქრე, ჩემით დაიწყებდა. რატომღაც ასე მეგონა? ჩამიშვებდი ლევენტ? არა, მტკიცედ იდგა. მოულოდნელი საქციელი იყო ლევენტისგან. ასე არ არის ფიქრეთ ბეი? ამ წუთიდან მოვკვდებით, მაგრამ უკან ერთი ნაბიჯითაც აღარ დავიხებთ. რომ მოვკვდებით, ამაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ ნაბიჯით უკან დახევაზე ვერაფერს გეტყვით. კარგი იქნებოდა უფროსი ლეიტენანტი თავის მოვალეობას დაბრუნებოდა. იმის თქმა მინდა, რომ მასთან ასე თუ ისე ურთიერთობა დავალაგეთ, მაგრამ სამსახურიდან გამოაგდეს. მართლა? კარგი ადამიანი მოდის, როცა მასზე ლაპარაკობენ. მოგწენდი ოგუს. გმადლობ ედანორ. შემოდი. კარგი ადამიანი მოდის, როცა მასზე ლაპარაკობენ. გამარჯობა, გამარჯობა. რამე პირადულზე საუბრობენ, ჯობია ხელი არ შებუშალო. შენს მეთაურს განეხილავენ. მოდი მეთაურო, მოდი. არ ადგეთ. მობრძანდი.
გმადლობ შოთა. აბა, განყოფილებაში ყველა იყავით? ვიყავით. ეგ მაიორი ხორცს შესხმული პრობლემაა. საავადმყოფო არ გაქვთ, რომ უმკურნალოთ, არა? მეგონა ფანჯრიდან გადმოგაგდებდა, მაგრამ მამა შენით არის შეპყრობილი. არა, შეთანხმებას მივაღწიეთ. ერთმანეთი შევიყვარეთ. მამა ჩემი გაიქცევა, მაგრამ განყოფილებაში არ დაბრუნდება. ამას პირდაპირ გეტყვი. სამსახურიდან გამოგაგდო, როგორც ამბობენ. ჩემი სურვილით წამოვედი, მან კი მითხრა, რომ განცხადებას არ მიიღებდა და გამომაგდებდა. ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სამხედრო სამსახურიდან გამომაგდონ. მერე სამართლიანია, როგორც ჩანს, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ქრთამის აღების ფაქტი მართალი არ არის, მაგრამ იმ მიზეზით გამომაგდებენ, რომ თქვენთან ვარ. უფროსო ლეიტენანტო, ამ დრომდე შენი მხრიდან ცუდი არაფერი გვინახავს. არ გვინდა პროფესია დაკარგოთ, მაგრამ რადგან სამსახურიდან წამოსვლა გინდათ, მაშინ ჩვენი კარი თქვენთვის ყოველთვის ღიაა. რა ხდება, ბატონებო? ვაჭრობაში მითხრებთ? რატომაც არა? შენზე უკეთეს ვის ვნახავთ? ვიცი, რასაც საქმიანობთ, გინდათ, რომ დანაშაულში ჩამითრიოთ? ჩვენ სახელმწიფოს წინააღმდეგ ვაკეთებთ რამეს? ნახე? კარგი, გმადლობ. მეთაურა ოღუზ, გამარჯობა. გამარჯობა ზეინებ. შეგიძლია უბრალოდ ოღუზი დამიძახო, უფროსი ლეიტენანტი აღარ ვარ. იმ შეშლილმა მაიორმა მაინც თავისი გაიტანა? ზეინებ, ჩვენ აქ საქმეზე ვლაპარაკობთ. თუ გინდა, მეგობრებთან დაჯექი. ღმერთო, იმის ნახევარიც კი არ იცი, რაც მე. მაგრამ მაინც მაგდებს ძმაო? ღმერთო ჩემო, ამჯერად რა არ ვიცით, ზეინებ ჰანი. ბიძიანი ხათი საბოლოოდ მაინც ჩამოვიდა. გილოცავთ. თუ ნიჰათ მარტენი ჩამოვიდა, დურსუნ ლეტო ისევ ჭკუის დარიგებას დამიწყებს. ნესიმ ქულფაც ბედნიერია, ძმას შეუერთდა. ეს კარგი, მაგრამ მაინტერესებს, რიзвან ლეტო რას ისამს. თავარია ბიძა შენმა დეიდა ჩემის გვერდით არ მოკლას ფიქრეთ. სანამ ჩვენ ვართ, არ მგონია მამა ჩემით დაიწყოს ლევენტ. ესეც მართალია. შენ არაფერს იტყვე, ხალილ იბრაჰიმ? ბიძა შენს ჯერ არ ვიცნობ, როცა გავიცნობ, მაშინ მიტყვი ზეინებ. მალე გაიცნობ. გმადლობ შვილო. შეგერგოთ ბიძიანი ხათ. გმადლობ შვილო. შეგერგოს მამა. მომეცი. ძმაონი ხათ. ბოდიში, მაგრამ ხალილ იბრაჰიმის შენს ილმას პირდაპირ ხელის გულით მივართვი. მაგრამ მასთან თამაში მოინდომა. კითხვების დასმა დაუწყო. არ ვიცი რის გაკეთებას ცდილობდა. ადამიანი ხელიდან დაუსხლდა. გავიგე ასიე, გავიგე. ნედიმეზე მეტად ჩემ შვილს შენეხმარებოდი, ესეც გავიგე. გავიგე. ხო, ასე გამოვიდა. მაგრამ შედეგი? ასე არ არის?
რიзвან გეფიცები ჩემს ოჯახს უკვე ვეღარ ვუმკლავდები ვის გულისხმობ რიзвან ნედიმე ზეინები ფიქრეთი თუ აღარ დაგემორჩილებიან ახლა ჩემი ოჯახი გახდა ძმაო როცა მათგან რამე მინდოდან რამე გეგმას ვადგენდი შენი ძმა ყოველთვის ჩემს ყველა გეგმას ანგრევდა შენი წინა ხაზზე წამოწევით იმის თქმა მინდა რომ საკუთარი ქალიშვილის ქორწილი სისხლით დავალაქავე მხოლოდ შენი ერთი სიტყვით ვესროლე მეც ვესროლეს კომაში ვიყავი მაგრამ შენი შვილის სიკვდილის გამო პასუხს თუ მაინც მე მომთხოვ კი ბატონო მომთხოვე ძმაუნიჰად ღვთისგულისათვის რიзвანი მართალია მაგრამ პრობლემა მხოლოდ ჰალილ იბრაჰიმში არ არის პოლიციაც ჩვენი პრობლემა გახდა მეჰმედ ალი ჩვენი პრობლემა გახდა არც ილმაზის მეთოდებმა იმუშავა მეთაურიც ახალი გვყავს ესეც ცალკე პრობლემაა ნესიმ კარგი ეგ ყველაფერი მართალია ისეთმა ბებერმა მგელმა როგორიც შენ ხარ $1,000,000 ჩანთაში ჩადე და განყოფილებაში ქრთამი გაუგზავნე ხომ ასე მოხდა და ის მეთაური აჩარი ჯოჯოხეთის ცეცხლში იწვოდეს ჩემი ქმარი მაგან მოატყუა ისინი ისიმი ერთ თეთრსაც არავის მისცემდა თეთრი არა ზუჰალ დოლარები ნეტავ თეთრები ყოფილიყო ძმაუნიხად რაც მოხდა მიცვალებულს უკან არავინ მიყვება ასე რომ იყოს მეც თარიქთან ერთად მოვკვდებოდი ესე იგი არ ჩემ მიყვები ილმას ახლა ის გითხარი რა ელით ადამიანებს ვინც ილმაზის სიკვდილის მიზეზი გახდა ძმაუნიხად მითხარი რა ელით ყველა მოკვდება ხო მოკვდება ჩემი შვილების მამაც მათ შორისაა ბიძიანიხად და მე თუ მკითხავთ სასჯელს იმსახურებს რა თქმა უნდა მაგრამ ჩემი შვილები მამის გარეშე გაიზრდებიან შენი შვილები ისედაც მამის გარეშე იზრდებიან აიშე ადამიანი დურსუნის ქალის შვილს საკუთარი ხელით გადაეცი და ისევ მას დასდევ მაშინ დამლა პირველი მოკვდება მამამისი დურსუნიც უნდა მოკვდეს დედამისი ნარგიზიც შემდეგ ფიქრაც ვაიძულებ მთელი ცხოვრება დაიტანჯოს ყურადღებით მომისმინე არავინ მასწავლის როგორ მოვექცე ადამიანებს ვისაც ვერ უმკლავდებიან ჩემი შვილი სულელია ძმაუნიხად მოატყუეს დარწმუნებული ვარ არავინ ზუჰალ ძმო მომისმინე სანამ არ მოვკლავთ ჰალილ იბრაჰიმს რიგში არავინ ჩადგება დიახ მართალია ჩვენ შვილებს ვეღარ ვაკონტროლებთ მათ შორის ვერც ცხონებულ ილმას სანამ მის სიკვდილში პასუხის მგებელს არ მოვიშორებთ საკუთარი შვილების მკვლელები გავხდებით და მეტი არაფერი თავარია ჰალილ იბრაჰიმის მკვლელი გაქრეს ხვალ წავალთ და მაგ ჰალილ იბრაჰიმს გავიცნობთ ვინ იცის იქნებ ხელიც ჩამოვართვა და თქვენ ყველა მოგიშოროთ მაშასე ამიერიდან იმას გააკეთებთ რასაც მეგეთყვით ყველა
ბიძიენიათ. იქნებჯობია დამლათი და ვიწყოთ. მაშინ ყველა ფრთხილად იქნება. ამიერიდან ყველა ფრთხილად იქნება აიშე. არი ნერვიულო. არი ნერვიულო. შვიდობიან საღამოს გისურვებ ძმაონიხად. დასხედით. რა ჯანდაბაა? ახლა რა მოხდება? რა უნდა მექნა? უფლება მივცე შვილი მომიკლას? ჩარევა აუცილებელი იყო? ნისიმ. ელიფმა მითხრა, რომ აიშე ჰანიმს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ფიქრეთბეი. ესე იგი აიშემ კვლელი დაიქირავა? დამლას მოკლა სერიოზულად ფიქრობს? ღმერთმა დაიფარა, დაიქირავა. წინააღმდეგ შემთხვევაში თვითონ მოკლავდა. რას ნიშნავს ღმერთმა დაიფარა, დაიქირავა თუ არა შოთა? ორი შვილი გყავთ, ამას მათ გამო ვამბობ. კარგი იქნება დედა თუ ციხეში მოხვდება. არა, რა თქმა უნდა, მაგრამ არც ის არის კარგი, რომ მათი დედა ასეთ რამეს აკეთებს შოთა. კარგი, ბიჭებს უთხარი, ყველაფერი უნდა ვიცოდე. უთხარი, უკვე უთხარი. ფიქრეთბეი, თქვენზე განაწყენებულები არიან. ამიტომ დარწმუნებულები ვერ ვიქნებით. კარგი. დამლას ვეტყვის სახლიდან არ გავიდეს. აი? მოდის. მეც ასე ვფიქრობ. მობრძანდით დამლაჰანიმ. გმადლობ. ხელი ხომ არ შეგიშალეთ? არა, ფიქრეთბეი სწორედ ახლა თქვენთან საუბარი უნდოდა. გარეთ ვიქნები, ფიქრეთბეი. ამ შენს ჩვევას არ ვიცი რას ვუზამ. რაზე უნდა მელაპარაკო, ფიქრეთ? მინდოდა მეთქვა, რომ გარეთ არ გახვიდე, მე თუ არ ვიცი. რატომ? აიშე წინახედულია. როგორც ვიცით, ბოლო დროს შენზე გაბრაზებულია, გარეთ თუ შეხვდებით შეიძლება რაღაც ცუდი მოხდეს. ხომ გესმის? კარგი, ისედაც არსად გავდივარ. შენ კი იცი. რა მოხდა, რამაზე ნერვიულობ? ცდილობ ჩემთვის რაღაც გააკეთო. სიკვდილს გადამარჩინო. მაშინ მეც დაგეხმარები. მაგალითად როგორ? ხაქანს უნდა რომ გიღალატო. მამის ბრძანებით. როგორ მიღალატებ? ყველაფერს, რასაც ხალილ იბრაჰიმთან იტყვი, ყველა თქვენს გეგმას, ყველაფერს, რასაც გავიგონებ, წავალ და მას ვეტყვი. ეს უნდა. სანაცვლოდ? თავისუფალი ვიქნები. აქ ტყვე ხარ დამლა? თუ მოვინდომებ გავხდები. მაგრამ ახლა ამაზე არ ვსაუბრობთ. რიзвან, რა მოხდა? ვერ იძინებ? დაიძინე, ასეა, დაიძინე.
რა მოხდა უძილობა გაწუხებს? სხვა რა უნდა იყოს? რა უნდა იყოს? რიზვან ლეტო ჩემმა ცოლმა გაგაფრთხილა რომ ჰალილ იბრაჰიმი ერთ ღამესაც მოვა და სულ სამოქმედისო ეს ის ღამეა რიზვან გესმის ის ღამეა ჰალილ იბრაჰიმ მომისმინე შენ მომისმინე ამას უკანასკნელად გეუბნები თუ ერთხელ კიდევ მოუწყობ მახეს ზეინებს თუ ერთხელ კიდევ ხელს აწევ თუ რამე ისეც გააკეთებ რაც ზეინებს ზიანს მიაყენებს იცოდე რომ ჰალილ იბრაჰიმ ზეინები ჩემი ქალიშვილია ქალიშვილის სახელად ზეინები არ ყავს ის ჩემი ცოლია თუ ფეხი დაუცდება კიბიდან ჩამოვარდება თუნდაც თმის ერთი ღერიც რომ ჩამოუვარდეს ან შენს გამო თუნდაც ერთი ცრემლი ჩამოუვარდეს გიპოვი სადაც უნდა იყო გიპოვი და შენი სიკვდილის ანგელოზი გავხდები გაიგე რაც გითხარი გაიგე რაც გითხარი მიპასუხე იცოდე მეც აღარ გაგაფრთხილებ გასაგებია მე ვარ შენი მოწინააღმდეგე მე ვარ შენი მტერი მე ვარ ადამიანი რომლის მოკლაც გინდა და არა ჩემი ცოლი მისგან თავის შორს დაიჭირე თორემ შენი ცოლის თვალწინ ნაკუწებად გაქცევ რიზვან, რა მოხდა? რიზვან, რა მოხდა? ჰალილი იბრაჰიმი აქ იყო ასიე აქ? ჩვენ სახლში მოვიდა? ყელზე დანადამადო რა გითხრა? ფაქტია შენს მოსაკლავად არ მოსულა მითხრა თუ ზეინებს კიდევ ერთხელ დაემუქრები შენი ცოლის თვალწინ მოკლავო ზეინებს მე მოვკლავ მის თვალწინ და მერე ვნახოთ აქ როგორ მოვა
ამდენ სად იყავი? რამდენ ხანს სიხარულო? ხალილ იბრაჰიმ, კითხვა დაგისვი. გარეთ გავედი სიხარულო. კარგი, მაგრამ სად? სუფთა ჰაერი ჩავყლაპე, გავისეირნე. ჩემო ცხოვრება. თელი სახლი შემოვიარე. არსად იყავი. ბაღშიც გავედი. არჩენი მანქანა იყო. ხომ გითხარი რომ გავისეირნე? მანქანით. საყვარელო. ძვირფასო. ძალიან მარტივი კითხვა დაგისვი. და თუ არავინ მოგიკლავს, შეგიძლია მითხრა. არა, მართლა არავინ მომიკლავს. ვისი მოკლა გინდოდა და მერე გადაიფიქრე. გინდა სიმართლე გაიგო. არა, კარგი. არა, არ მინდა ვიცოდე. მაგრამ სათხოვარი მაქვს. კარგი, მთხოვე რაც გინდა. ნუ აზვიადებ. მეც ვიცი რომ ყველაფერს ვერ გთხოვ. მაგრამ ის მაინც მითხარი, სად მიდიხარ რომ შენზე არ ვინერვიულო. იქნებ მინდა ყოველთვის ჩემზე ფიქრობდე. ესე იგი გინდა რომ ცნობის მოყვარეობა მომკლას? მინდა რომ იცოცხლო. ჩემ გვერდით იყო. ჩემი იყო. ჩემი. საყვარელო. ხელზე მამა ჩემი სუნამო სუნი გაქვს. სველი ხელსახოცის სუნია. შემიძლია დავიფიცო რომ მამა სუნამოა, მაგრამ დამტკიცება არ შემიძლია. საყვარელო, ხამით დაფიცება არ შეიძლება თუ ვერ დაამტკიცებ. მოდი დავიცინოთ, კარგი? მამასთან იყავი? დიახ, ზეინებ. ღამით მამა შენთან მივედი ყელში, ხელი წავუჭირე და ისევ დავბრუნდი. კარგი. უბრალოდ მამა ჩემი სუნამო მეცნო და ამიტომ მკითხე. დავიძინოთ. ღამე მშვიდობის. ღამე მშვიდობისა. შეხედეთ. ეს რა ჯანდაბაა? ასე ნუ ამბობ ასიე. უნდა გენახა ბავშვები როგორ ტიროდნენ, როცა მამა დაინახეს. გული დამეწვა. კიდევ დიდხანს იტირებენ. რატომ ასიე? ჩემი შვილიშვილები მაინც იყვნენ ბედნიერები. საუბრის დროს აქ არ იყავი? სად იყავი ლევენთან? დედა, მითხარი რომ გავდივართ, მაგრამ უკვე 9 საათია გელოდები. რა ხდება? ნიშნულოვანი საქმე გაქვს რამე? სად მიდიხარ ასიე? თამერესთვის გოგოს შესარჩევად. შეგიძლია ერთხელ მაინც მიპასუხო ნორმალურად. ხუმრობის დროა? რატომ მაცდნენ? ხომ ხედავ საბრალო ისედაც 9 საათია მელოდება. დედა, ღვთის გულისათვის რას ამბობ? მომისმინე. უნდა მელოდო, იმიტომ რომ ცოტა გაიზარდო. დღეს კიდევ 9 საათით გაიზარდე. ღვთის სასჯელი ხარ, გაიარე. მეც ძალიან მომენატრეთ შვილო, ამიტომ მოვედი. სახლში როდის დაბრუნდებით, მამა? ჩემო ლამაზო, ახლა ძალიან ბევრი საქმე მაქვს სახლში, თითქმის არ ვარ, ამიტომ მინდა დედასთან იყოთ. შეგვიძლია ბებიასთან, დეიდა საქინესთან და ელიფთან დავრჩეთ. ისი ამბობ თითქოს საქმე გაგლიათ. სახლში შედით. მე და მამა მარტო დაგვდოვეთ. გაიქეცით, დედა არ გააბრაზოთ. მოდით ჩემთან ჩამეხუტეთ. ჩემო დედოფალო, ჩემო ლომო. არავინ გააბრაზოთ, კარგი? კიდევ მოვალ. მიდით. რამეს დალევ ფიქრეთ? მარხვას ვინახავ აიშე. ჯერ კიდევ ვერ გავიგე რა მიზანი გაქვს, მაგრამ კარგი. ეს რას ნიშნავს?
რას ცდილობ? მე ხომ შენი ცოლი ვარ. გამოხედვითაც კი ყველაფერს ხვდები. სხვა რომ გიყვარდეს, ამასაც მივხვდებოდი. შენ ასეთი უბრალო გოგო არ შეგიყვარდებოდა ფიქრეთ. კარგი შეცდომას ყველა უშვებს. თუმცა ჯერ არ მინახავს, რომ ვინმეს ასეთი უზარმაზარი შეცდომა დაეშვას. მაგრამ კარგი, სამომავლოდ რას გეგმავ? აი შეხომ დავშორდით. ჩემი ცხოვრება რაღაცომ გაინტერესებს. მითხარი. სხვებს ვთხოვ ხელი არ გახლონ. ვეუბნები რომ ჩემი შვილების მამა ხარ. ვთხოვ არ მოკკლან. შენ კი ამბობ რომ დავშორდით და არ უნდა მაინტერესებდეს როგორ ცხოვრობ? ასე არა? ერთი წუთით. ვის თხოვე? რა მნიშვნელობა აქვს ფიქრეთ? დაივიწყე. თავარია რომ ჩემი შვილების მამა ცოცხალია. დანარჩენს მნიშვნელობა არ აქვს. შემიძლია მარტოც ვიცხოვრო. გასაგებია აშკარაა რომ ბიძა ჩემი აქ იყო და გადამარჩინე, მაგრამ ამის სანაცვლოდ დამლა გაწირია ისე. ხომ ასეა? ფიქრეთ მისი სახელიც არ ახსენო. ვალდებული ვარ მასზე ვილაპარაკო. ჩემი შესაფერისია, მხოლოდ შვილების გამო ვთხოვე. შვილების გამო ვინმეს რამეს თუ სთხოვ, მაშინ მხოლოდ მე. ჩემი შვილებიც არიან, მაგრამ თუ შენთვის და შენი სიამაყისთვის ითხოვ, მაშინ დახმარებისთვის სწორ ადამიანებს მიმართე. ილმაზი მოკვდა, თუ მამამისიც ისე მოიქცევა, როგორც ილმაზი, მალე შვილს შეუერთდება. დეიდა შენს ნულს მენდა, ნურაფერს თხოვა ისე. ნურაფერს. შენ ძალიან კარგად გიცნობ. შენ კი ვერ გამიცანი ფიქრეთ. ჩემი მეორე მხარე ჯერ არ გინახავს. არც დედას ვგავარ და არც რომელიმე სხვა ქალს. ამას კიდევ ვნახავ. უკვე ვნახე აიშე, ვნახე. სამწუხაროდ ვნახე და ამ სახლში სწორედ ამიტომ ხარ. ნახე არა? ჯერ არაფერი გინახავს. ჯეილან, სად მიდიხარ? თელეხამე მახველებდა სემა. როგორც ჩანს ფილტვებში რაღაც მაქვს. ოსმანს ექიმთან მივყავარ. ალბათ მთაში შექცივდა იმ სახლში. იმდენი რა მოხდა. ალბათ. გინდა წამოვიდე? არა, ოსმანი წამოვა. კარგი. მზად ხარ? მზად ვარ ოსმან. კარგი. სემა, არ წამოხვალ? ყასაბთან შევიაროთ, იქიდან კი ედანორთან. არა, ჩობია მარტო წახვიდეთ. სახლში ვიქნები. კარგი, დროებით. წავედით. დროებით. წავედით. ფრთხილად? სემა, დროებით. სამომავლოდ რას აპირებ? არ ვიცი. ცოტა ხანს დავისვენებ, მაგრამ დასვენების შემდეგ რას ვიზამ არ ვიცი. მე ხომ სხვა არაფერი შემიძლია. ბავშვობიდან ასე ვცხოვრობდი. ბავშვობიდან. შეგიძლია ჩვენს ბიჭებთან ერთად იყო? არ ვიცი, გვერდი ჭკვიანი ადამიანი თუ ეყოლება, შეიძლება პრობლემები ნაკლებად შეიქმნან ხოლმე. ეს მაშინ ვერ შევძელი, როცა პოლიციის მეთაური ვიყავი და მათ გვერდით ყოფნით, როგორ შევძლებ. გუშინ მათთან ერთად მუშაობა შემომთავაზეს. ამბობენ, რომ კანონიერ საქმიანობას ეწევიან, მაგრამ კანონიერი არაფერი გააჩნიათ. უფლებას არ მოგცემ ჩემს რესტორანზე ასე ილაპარაკო. ეს ყველაზე ლეგალური საქმეა. თუ არ გინდა რომ შეუერთდე, მაშინ აქ ვიმუშაოთ ერთად. ამ საქმის რა გამეგება? ედა. ედა? მე მხოლოდ ცხონებული დედა მეძახდა ედას.
ასეთი რეაქცია ამიტომ მქონდა. ღმერთმა სასופველი დაუმკვიდროს. ამინ. უკვე დიდი ხანია ასე არავის მოუმართავს. კარგი, მაშინ მე ედას დაგიძახებ, რადგან ასე მოგწონს. კარგი, შევთანხმდით. ჰალილ იბრაჰიმი ვინმე ელოდება? არა, აუცილებლად მეტყოდა. მაშინ ეს ხალხი ვინ არის? წავალ ვნახავ. ხალილ იბრაჰიმ, ვიღაც ხალხი მოვიდა. თურანი ესაუბრება, მაგრამ ბიძა ჩემია. თურანს უთხარი შემოუშვეს. კარგი ვეტყვი. ზეინებ, ოღუსთან წადი. რატომ? როგორ თუ რატომ? ბიძია ჩხუბს დაიწყებს 1000 სისულელე სიტყვის. არ ვიცით რა მოხდება, ჯობია ოღუზის გვერდით მშვიდად იყო. მიდი. ბოდიში, მაგრამ აქ ვიქნები. მასაც მოუწევს თავაზიანად მოიქცეს. ღმერთი იყო შენი შემწეძმავა. დამაბარეს რომ შემოუშვა. შეგიძლიათ შეხვიდეთ. გამომყევით. მე ნიჰათ მარტენი ვარ. ილმაზის მამა. მე ჰალილ იბრაჰიმი ვარ. მე მოვკალი ილმაზი. გთხოვთ. რა ხდება ბიძია? რატომ მოხვედი? მინდოდა ჩემი შვილის მკვლელი გამეცნო. შენი კომპანიონი.
მინდოდა ზეინეფის ქმარი მენახა. მამა შენს ვიცნობდი. კარგი ადამიანი იყო. ყაჩაღი არ ყოფილა. მაგრამ შენი ბაბუები იყვნენ ბანდიტები. როგორც ჩანს, მათ გავხარ. ასეა. ჩემი გვარი თავს არ ხრის უსამართლობის წინაშე. არ დუმს, როცა სხვებს აწამებენ. ჩვენი გვარი კი ამ მიწის ბინადრებს ტანჯავს და აწამებს. ბიძია. რა მოხდა? გადაწყვიტეთ ჰალილ იბრაჰიმის მხარეს გადახვიდეთ იმისთვის, რომ ეს შეაჩეროთ? რა მნიშვნელობა აქვს რა მოხდა ბიძია? აქ რამ მოგიყვანა? გინდა საქმე გაარჩიო თუ ეს საკითხი დახურო? ამას ჰალილ იბრაჰიმი გადაწყვეტს. თემას დავხურავთ თუ გარკვევას დავიწყებთ. მე უკვე გავერკვიე შენ შვილთან. მე და შენ გარჩევას დავიწყებთ თუ არა, ეს შენი გადასაწყვეტია. თქვენ გადაწყვიტეთ. თუ გაინტერესებთ ბიზნესი, სამუშაო, ფული, ძალა, ავტორიტეტი, მაშინ ყველაფერს თქვენ დაგიტოვებთ. პრობლემა არ არის. მაგრამ თუ გინდათ წესრიგი დაარღვიოთ და გამომიწვიოთ, მაშინ იცოდეთ, რომ ეს ჩემი მოედანია ახალგაზრდებო. და ეს შეუძლებელია, სანამ ცოცხალი ვარ. შეუძლებელია. თქვენი დრო დასრულდა. იქ დაბრუნდით, საიდანაც ჩამოხვედით. ეს მიწები თქვენ აღარ გეკუთვნით. კარგი. და ასე იყოს. ერთი სათხოვარი მაქვს. ჩვენი სტუმარი ხართ. თუ შემიძლია რამით დაგეხმაროთ, მითხარით. მინდა ჩემი ვაჟი ილმაზი საგვარეულო სასაფლაოზე დავკრძალო. თუ მის ცხედარს გადმომცემ, დროს მოგცემ. ძალიან ბევრს უყვარხარ. ყველას დაემშვიდობები. გლოვიარე მამას უარს არ ვეტყვი. გაჩვენებ სად არის ილმაზის ცხედარი. მაგრამ რაც შეეხება დროს, ახლობლებს მაშინ დავემშვიდობე, როცა ეს გზა ავირჩიე. დრო არ მჭირდება. მე და ჩემი ცოლი ერთმანეთს იმ დღეს დავემშვიდობეთ, როცა დავქორწინდით. ფიქრიც კი მაშინ, როცა ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით. მოდით, როცა გინდათ. სიკვდილი დაგელოდებათ. შემოდი. ჯეილან, კარგად ხარ? კარგად ვარ. ხომ კარგად ხარ? კი. აქ არის. ცოტა ხანს დაველოდოთ. დაჯექი. დაჯექი.
ჯეილან ხანიმ? გთხოვთ, მობრძანდით. გმადლობთ. ჯეილან, თუ გინდა მეც წამოვალ. ოსმან საჭირო არ არის. თავს გავართმევ. თუ რამე დაგჭირდება დამიძახე, მაშინვე შემოვალ, კარგი? კარგი. კარგი. ჩემო ლამაზო, ჩემო ლამაზ თვალება. ჯეილან, როგორ ხარ? კარგად დავასი. კარგად გამოიყურები. ხოჭა. მოდი დავსხდეთ, ცოტა ვისაუბროთ. მოდი მომიღები. ილმაზი როგორ მოკალი. დავასიე. ხალილ იბრაჰიმი აიძულებდა ყველაფერი ეთქვა. რომ არ გამცეს, ამიტომ ვესროლე. შენ ესროლე? ასე გამოვიდა. კარგი. ისედაც არაფერი შეეძლო. ფილმეს ეჭვი ხომ არა აქვს? არა. მხოლოდ ზეინები ეჭვიანობს თავის ქმარზე. ხალილ იბრაჰიმი სიმპათიურია. ძალიან. შენც ლამაზი გოგო ხარ. ჩამოსხმული. რა თქმა უნდა იეჭვიანებს. ეშინია რომ არ წაართვა. დავასიე. სანამ ზეინეფი ცოცხალია, ხალილ იბრაჰიმი არავის შეხედავს. შენთან ზუსტად ამიტომ მოვედი. ლოდინი ახარ გჭირდება. ასე რომ ზეინეფი უნდა მოკლა.